ჩადებული არის მისი კომპანიის აიტექნიკის სასარგებლოდ. კავშირი როგორ არ აქვს ხა ცოლი რო იქუშავს დაუშვათ არა კავშირი. მამის კომპანია რო არის არა აქვს კიდე კავშირი, მაგრამ ეს თავისი პირადი მთელი ქონდება რომ იმის სასარგებლოდ არის, ესეც არ არის კავშირი, ეს არ იქნება ესეც კავშირში. ანუ ამ შეკითხვას როცა უსვამენ ჟურნალისტები, ამას ყოველთვის თავს ავიდებენ და რატომ არავინ იმის შემდეგ პრინციპში ანუ ურეკავენ ჟურნალისტები, კარებს უკეტავენ აღარ უშვებენ, მაგრამ არ ეკითხებიან. არა, უნდა კითხოთ ხომ. არა, უბრალოდ უნდა კითხოთ, რომ ანუ ამ შეკითხვაზე გაცის პასუხი თავს ავიდებს ამას და ჟურნალისტები საკუთარ ციბნოვიან და მე რაზეც ანუ ის ათამაშებს, რაზეც იმაზე გადაიყვანს ამ ჟურნალისტების ყურადღებას, გადაიტანს, გადმოიტანს, ანუ რაც მთავარია და რაც კავშირი, რაზეც იტყვება ხა მთავარი მოსამართლე ხო უნდა იყოს მაღალი მორალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, ხო? ეს ადამიანი იტყვება და პირდაპირ საუბრობს, რომ გამოდის და ამბობს, რომ მას კავშირი არ აქვს და დგინდება, რომ კავშირები აქვს თანაც როგორი სახლის გარეს რჩება პირდაპირ. ეხლა სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, იმიტომ რომ კარგად ისმის რამხელაზიანიც უკვე მოგვაყენა, ჩვენ რო ეხლა უჩივლოთ, რო გაგვამართლოს სასამართლომ, ჩვენ უჩივლებთ და თელ თავის ქონებას დაკარგავს, რომელიც ჩადებული აქვს მისი კომპანიის სასარგებლოდ და გარეთ დარჩება. ამხელა ინტერესი აქვს ამ ადამიანს და ასევე ისიც მინდა გითხრათ, რომ ეს ხო დავიწყოთ. მოგესალმებით ყველას. დღევანდელი გადაწყვეტილება ვალერიან ცერცვაძის, რომელსაც აქვს 3 უდიდესი თანამდებობა სააპელაციო სასამართლოში, დატოვა მხოლოდ ერთი, არის სრული აბსურდი და ფარსი, მინდა გითხრათ. ამ ადამიანს მისი ჩანაფიქრით სისრულეში უნდა რომ მოიყვანოს ბოლომდე, რაც ჩაიფიქრა ეს მისი ბინძური გეგმები თავის მოსამართლეებთან, დაქვემდებარებულ მოსამართლეებთან ერთად. მინდა ასევე გითხრათ, რომ მას არ დაუტოვია თანამდებობა იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საბჭოს სკოლის, ასევე არ დაუტოვია თანამდებობა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სისხლის სამართლის კუთხით. შესაბამისად, მას იგივე გავლენები რჩება აბსოლუტურად უბრალოდ მოსაჩვენებლად, საზოგადოების მოსაჩვენებლად, მათ საზოგადოება როგორც ყოველთვის გონიათ დაბალი ინტელექტის მქონე მასა, რომ საზოგადოება ვერ მიხვდება მათ ფარს ამავაზაკების და მათ გონიათ, რომ საზოგადოება ამას ისე მიიღებს, თითქოს და აი ვალერიან ცერცვაძე პატიოსანი ყოფილა. ის სისტემა, რომელიც მან შექმნა სასამართლოში დღეს, რაც დღეს ხდება ახლა ქვეყანაში, ყველა ვინც ჩივის სტრასბურგში, ყველა იგებს სასამართლო პროცესებს. აი ეს სიტყვები არ მინდა ვიხმარო, ის სუდის სიტყვები, ესეთი უმსგავსო სისტემა, რაც მან შექმნა ამ ქვეყანაში, არის უდიდესი პრობლემა საქართველოს ჩვენი ქვეყნის და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენ ქვეყანას და მის იმიჯს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არაფერს არ შეცვლის, ვიდრე მოსამართლეს ვალერიან ცერცვაძე, მთავარი მოსამართლე არ მიეცემა პასუხისგებაში, სასამართლო სისტემის იმიჯი ვერ გამოსწორდება, რაც არ უნდა კლიპები გადაიღონ, რაც არ უნდა საიმიჯო კლიპებზე იმუშაოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. მათ მინდა მოუწოდო, რომ იქნებ ვალერიან ცერცვაძის გადაწყვეტილება აიღონ, სულ 2 წუთი ჭირდება, სულ 12 წევრია ხო საბჭოში, 12-ვე წევრს ძალიან ვთხოვ თითო წუთი დაგვითმონ და ჩაიხედონ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. ეს არის დაახლოებით იგივე სკანდალური გადაწყვეტილება, რომელიც 1565 წელს მიიღო საფრანგეთის სასამართლომ, გაასამართლეს ვირი. აი ამაზე უფრო მეტი სისულელე გააკეთა დღეს მოსამართლემ. მე მინდა შევეხო სულ 1 წუთით, აუცილებელია ეს და მე მინდა ყველამ გააშუქოთ, შევეხო სულ 1 წუთით იმ თემას, რომ შინაარს თვითონ დავისეს, იმიტომ რომ ზოგს გონია ახლა ჩვენ საუბრობთ უბრალოდ თავდაცვის პოზიციიდან. ამიტომ მინდა შინაარს სულ 1 წუთი დაუთმო ამ შინაარს და აუცილებლად გააჟღერეთ ეს შინაარსიც. დავა არის იმაზე, რომ ჩვენ საიტი ვებგვერდი დავარეგისტრირეთ, თქვენ კომპანიას ყველას აქვს რაღაც ვებგვერდი. ჩვენ დავარეგისტრირეთ ვებგვერდი iTechnics.g 2011 წლის 8 აგვისტოს, მათ ჩვენგან წასულმა თანამშრომლებმა შემდეგ გააკეთეს ეს მაღაზია, მათი მაღაზია ვალერიან ცერცვაძის iTechnics. ჩვენგან წასული თანამშრომლები მიიწვიეს სამსახურში და მათი მეშვეობით გააკეთეს ეს კომპანია, შექმნეს ჩვენი ანალოგი კომპანია, ყველაფერი ჩვენგან მოიპარეს, მათ შორის დასახელებაც iTechnics.g 100 მოაკლეს, იმიტომ იგივე სხვა ვეღარ დაარეგისტრირებდნენ დომეინს, 100 მოაკლეს და დაარეგისტრეს ჩვენ შემდეგ. და წარმოიდგინეთ 6 წელი ჩუმად იყვნენ ეს ადამიანები და 6 წლის მერე თურმე გვიჩივიან და მოსამართლემ სერიოზულად ჩათვალა და დააკმაყოფილა, რომ თურმე ამდენი ხანი ჩვენ რომ მსგავსი საიტი გქონდა, თანაც ჯერ ჩვენ რომ შევქმნით და მე მათ თურმე ზიანს აყენებდა ეს საიტი, ეს წარმოუდგენელი სული გაგიგონიათ. ეხლა მე თუ გონიათ თქვენ რომ ყურის ვამბობ ახლა ამას, განჩინება რომ იქნება პირდაპირ მოგცემთ ყველას დაგიდგებთ და ავტორთან კიდევაც საიტზე დაინახავთ, დარწმუნდით რომ მართლაც ეს სისულელე გადაწყვეტილება მიიღო, მართლაც ეს გააკეთა მოსამართლემ. 20,000-ზე მეტი საიტია საქართველოში ერთმანეთის მსგავსი, Smart.g 1000, აი ახლა არ მინდა ჩამოვთვალოთ, თუ გინდათ ჩამოგიტყვით, ძალიან ბევრი საიტი არის. ეხლა 20 წუთში ამოვუკრიფეთ დაახლოებით 700 საიტი ესეთი. ну, შემდეგ გადმოგცემთ ამას და თქვენ თვითონ ნახეთ და ასევე Facebook-ზე საუბრობთ ამას. და ეს ახლა წარმოგიდგენთ 60,000 ადამიანმა ერთმანეთს რო უჩივლოს და მილიონები თან რამდენიც მოგინდებათ, ანუ მათ ჩვენი ის დაითვალეს მოგება და ჩვენი მოგებიდან გამოიყვანეს მათი ზრდილი თავისი დათვლილი ცხრილებით. ის ცხრილები წაღმოუყობა სულელურად არის თან დათვლილი და მოსამართლემ
ეს სისულელე ხო გააკეთა რომ ესეთ სისულელეზე მიჯო გადაწყვეტილება და მე ზარალი ვითომ იმათმა რომ თავის წილებში ზარალი დათვალეს მთელი ჩვენი მოგება რაც იყო ამდენი წლების განმავლობაში ის დათვალეს სინამდვილეში და იმ ფულის წარჩმევდა თლიან ჩვენი ნაშრომის მითვისება და ამავაზაკ ადამიანს და მოსამართლე ნათია შიოშვილი არის 2016 წელს დაიშული მოსამართლე და იუსტიციის სკოლა გზგავილი ან უნარჩვევებს ვალერიან ცერცოძე სკოლაში ასწავლის ანუ რას ასწავლის ის ვალერიან ცერცოძე ჩვევების გამომუშავებას რა ჩვევები უნდა ქონდეს მოსამართლეს თუ მოსამართლე არ უნდა დაგეჭოს კევი ნუ უნდა იდგეს არ უნდა გაიცინოს არ უნდა დაცინოს არ უნდა დაამტკნაროს მაგრამ ამოეწოს ასწავლის როგორ უნდა შეასრულოს დაკვეთები როგორ არ უნდა ქონდეს ღირსება როგორ უნდა დაკარგოს ღირსება როგორ არ უნდა ქონდეს პრინციპები როგორ არ უნდა ქონდეს პატიოსნება და მხოლოდ ფულზე ალბათ ასწავლის აი რასაც ასწავლის სასამართლო დღეს არის ეს სახე რასაც ვალერიან ცერცოძე ასწავლის ყველა მოსამართლე გადის ვალერიან ცერცოძის სკოლის თავმჯდომარე და უნარჩვევებს ასწავლის ვალერიან ცერცოძე რო იცოდეთ ყველამ და დღესაც რჩება ამ თანამდებობაზე ყველა მოსამართლეს ეს ზრდის და წავედიო და აღარ მექნებაო ისო გაგიგონიათ რას აკეთებს ეს ადამიანი როგორც ჩანს აქვს ჩაფიქრებული უფრო მეტად მზაკრული გეგმები კიდევ და აი ამ გეგმის სისულელეში მოყვანა უნდა აი ესეთი ფორმებით აი ესეთი სისულელის წარმოუდგენელი სისულელის რომელიც ქვეყანას მიაყენებს უდიდეს ზიანს ერთი გადასტარო შეიძლება და როგორც კონცენტრება და ცოტა მიკროფონი. ანუ ის განცხადება რომელიც ხალხს გააცოლა ვალერიან ცერცოძე და ცდილობა რომ გაიჩინოს სამსახურს. არის თუ არა თქვენი ასეთ ირიბი აღიარება მაინც რომ ამ საქმესთან მართლაც აქვს შემთხვევა. პირველ რიგში ანუ ჩვენ ალბათ იცით რომ გამოაშკარავეთ ვალერიან ცერცოძის კავშირები კომპანია IT-თან და აღმოჩნდა რომ ეს მისი ბიზნესი არის ანუ მისი ოჯახის ბიზნესი იყო შემდგომ ამოვიღეთ საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია სადაც ნახოთ ჩანდა რომ ჩვენთვის ხადი გაჩნდა ორი ინფორმაცია ერთი რომ ვალერიან ცერცოძე სახელმწიფო ქონებას გულისხმობ ავტომობილს იქ საერთაშორისო გამჭვირვალობას მოახერხა და ამასთან დაკავშირებით დასკვნა გადასცა კომპანია IT-ს რათა IT-ს გადაიღო საახალწლო საიმიჯო კლიპი და ამასთან დაკავშირებით ის დღემდე არ აკეთებს კომენტარს თავიდან ამბობდა რომ ეს ჩემი არ არის თუმცა შემდგომ ამოვიღეთ ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ მომსახურების სააგენტოდან და ეს დადასტურდა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მე ვერ წარმოვიდგენი ადამიანმა ტაქსი და ფეხით იაროს რამდენიმე გადასცეს რაღაც კერძო კომპანიას მანქანა და იმასთან შეხება არ ქონდეს მეორე ფაქტი რაც მნიშვნელოვანი იყო ეს იყო რომ მისი პირადი ქონება და მისი მამის და ოჯახის დატვირთული არის იპოთეკით კომპანია IT-ის სასარგებლო შესაბამისად სასამართლომ რომ რაიმე გადაწყვეტილება ისე მიიღოს ეს აისახება ვალერიან ცერცოძის ოჯახზე ხო ანუ ვთქვათ რომ გავმართდეთ რა თქმა უნდა ჩვენ შემდგომ მოვითხოვთ აღზიანის ანაზღაურებას რაც მოგვადგა შესაბამისად ვალერიან ცერცოძის ოჯახი აგებს ამ ქონებით პასუხს სწორედ ამიტომ აშკარა არის რომ ვალერიან ცერცოძე ამას არ დაუშვებს ჩემი აზრით ეს მისი გადადგომა ამ პერიოდში კიდევ იმას უკავშირდება რომ იცით ალბათ რომ პირველმა ინსტანციამ გამოიტანა გადაწყვეტილება უკვე და შემდგომ ეს დიდი ალბათობით როგორც თვითონ ვალერიც ამბობდა გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში თუმცა ჩვენ ვითხოვდით ამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მოგვეთქვა ამ სააპელაციო სასამართლოს აცილება რაზეც ის გადადგა თუმცა დატოვა მან მისი დათრენინგებული და მისი მოსამართლეები რომლებიც უშუალოდ მაინც შეასრულებენ მის დაკვეთას უბრალოდ შემდგომ არ აიცილებენ და მაინც გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოში დავა ან თქვენ მაინც გაგრძელდებათ რომ ეს სწავლა გაგრძელდება თქვენი ასეთაც ხონდა აქტივი კი რა თქმა უნდა გაგრძელდება თუ არ გაგრძელდება მაინც იმიტომ რომ უკვე აღარ იქნება ამ პოზიციაზე და მისი მოსამართლეები მაინც დარჩებიან და როგორც მამგავანს ახსენა მაინც რჩება იუსტიციის სკოლის დირექტორი შესაბამისად ახალ მოსამართლეებსაც ის დაატრენინგებს და ჩემს ეს ტენდენცია გაგრძელდება სანამ დამკვეთები თვითონ ვეღარ შეძლებენ დაკვეთის შესრულებას და არა სანამ დამკვეთები იერსებენ ეს გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და თან უგონია რომ შეიძლება ითქვა და ოპერატორთან და სხვა განვითარების კონტექსტში თუ ეს წინასწარ დაწერილი სცენარია რომელიც თქვენი ასეთ შეთანხმებულია სასამართლოს სხვა ეს რო ვალერიან ცერცოძის სცენარია ეს ამაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ხა იუსტიციის საბჭოსთან ვისთან არის და რამდენად შეთანხმებულია ეს სცენარი და ეს დადგმა და ეს ცირკი ამაზე ვერ გეტყვით ვერაფერს მაგრამ ეს რო ვალერიან ცერცოძის იგივე სცენარია რაც გააკეთა მაგალითად ჩივილისას 5 თუ 3 თუ 4 რაღაცაზე გვიჩვილა და ყველაფერზე უარი უთქვა სასამართლომ მარტო ერთზე დაუკმაყოფილა თურმე და 900.000 ლარი მთელი ჩვენი ნაშრომი უნდა წაგვართოს ამერტით ანუ 5 სისულელეზე უარი უთქვა და 1 სისულელე დაუკმაყოფილა თურმე გაიგონიათ ანუ რამდენად სამართლიანი ყოფილა სასამართლო 5 სისულელე არ ჩაგვითვალა და 1 სისულელეზე 1 სისულელე რომელიც 900.000 მთელი ჩვენი ნაშრომი უნდა წაგვართოს ეს დაუკმაყოფილა და ეხლა ესეც ფარსი იყო და იგივე ფარსს აგრძელებს ეს ადამიანი იგივე ისე ურჩება სასამართლოს თავმჯდომარედ, ისე ურჩება იუსტიციის სკოლის თავმჯდომარედ, ისე ექნება უდიდესი გავლენები. ეს გადაწყვეტილება მისი ისევ ადასტურებს იმას, რომ უბრალოდ საზოგადოების ყურადღების გაატანა უნდა იმაზე თითქოს და აი იგი არის პატიოსანი ამ დროს უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენზე ზეწოლას.
ასევე არ გამოურიცხავ იმას, რომ ფინანსური პოლიცია მოგეხსენება ჩემ მოვიდა ჩვენთან 2 წლის წინ ტელეფონები ამოიღო თითქოს და არ იყო ახლები, ეს იყო მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კომპანიის, შემდეგ დადასტურდა და რა თქმა უნდა ვეღარაფერს ვეღარ უზავდნენ, ეხლა ახალ ტელეფონებს ხო დადასტურდა რომ არ იყო ესე. თუმცა ეს იყო ვალერიან ცერცვაძის გაკეთებული ეს პიარსვლა, რომ გაეკოტრებინა ჩვენი კომპანია, გარდა იმისა, რომ ჩვენი ფულის წართ მივა უნდა. ჩვენი სანალი მათი ქმედებების შედეგად ალბათ რას თანხას ითხოვენ, ის თანხა უკვე გვექნება ეს 900,000 ლარამდე ზარალი უკვე მოყენებული. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ფინანსური პოლიცია შემოგვიგზავნა და საზოგადოებაში დღესაც კი ავრცელებენ კოდექსს, რომ თითქოს და ჩვენთან ახალი ტელეფონები არ იყიდებოდა, რათა ჩვენი ჩამოცილება მომხდარიყო ბაზარიდან და დარჩენილი იყო დაეტოვებინა მისი კომპანია ბაზარზე და უფრო უკეთეს პირობებში ჩაყენებულიყო, როდესაც კონკურენტი აღარ ეყოლებოდა, დიდი კონკურენტი და ძლიერი როგორც iPhone Plus-ია. ამას ვერ მიაღწია და შემდეგ ახლა სხვა მეთოდებით ცდილობს და არ გამოვიწყავ პირველი რაღაცა იმ პირველი სხვა თემების გაგრძელებასაც მისი მხრიდან უკვე სხვადასხვა ყველა კუთხიდან, რადგან სასამართლოს საქალაქო საქმეს კი ჩამოცილდა, მაგრამ დარჩა სხვა ძალიან დიდ თანამდებობებზე სასამართლოში. არა, რა არის ისეთ ძალიან ცხელი ახლა არის, იმიტომ რომ თქვენ სასამართლოს გადაწყვეტილება ნახოთ, თქვენ რომ ნახოთ მოსამართლემ როგორი მართლა ხმის კანკელით გამოაცხადა ეს სისულელე, დარწმუნდებით რომ და თქვენ რომ განჩინება ნახოთ, რომ ჯერ არ ჩაგვარდება, რომ ჩაგვარდება, მაშინ მოგაწყვეტ, რომ ნახოთ რა სისულელე წერია იქ, ვირი რო განსამართლეს მოგონებაა იმასთან. ხო და ამ სისულელეს ახლა რო დაინახეს ეთყობა ეს განწყობილება ეთყობა ვიღაცამ ნახა იქ და უთხრეს რა სისულელებს აკეთებ, ალბათ ვიღაცამ უთხრა, ალბათ. და ახლა ადგა ვითომ რაღაც გამოსავალს პოულობს, რომ ანუ თითქოს და გადაიტანოს ყურადღება, ანუ რაღაცით გამოასწოროს ის პრობლემა, მაგრამ როგორ გამოასწორებს ამას ეს გადაწყვეტილება ხომ არის ამას ხო ვეღარ შეწყვიან. სააპელაციო სასამართლომ რომ ეს შეცვალოს, ხომ გეუბნებით ვალერიან ცერცვაძე გადაწყვეტილება რომ შეცვალოს სააპელაციო სასამართლომ, ამ შემთხვევაში იციან ძალიან კარგად რომ ჩვენ უჩივლებ და იმ ზიანს მოვიტყო და იმ სახლს ვალერიან ცერცვაძე რომ ჩადებულია კაიტექნიკის სასარგებლოდ დაკარგავს. პირდაპირ ინტერესია მისი და მისი გაზრდილი მოსამართლეების სასამართლოს თავმჯდომარე მე არ ვიცი რა თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში როგორ მოხდება ეს რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენ გვაქვს ერთადერთი ჩვენ გვაქვს იმედი რომ უზენაესი შეიძლება ვერ გაიტანონ ეს თუმცა ბოლო ტენდენციები ძალიან ცუდ აზრებს გვაფიქრებინებს ამასთან დაკავშირებით და იქაც არ ვარ დარწმუნებული თუმცა თქვენ ბოლოს ხედავთ ამ ბოლოს ვინც კი ჩივის სტრასბურგში ყველა იგებს 99% ყველა იგებს ეს არის არა რა თქმა უნდა წამოთ მაგრამ ეს არის ქვეყნის სიცხული აი ეს გაგრძელდება კიდე დიდხანს და ქვეყანა გადაჭეხავენ უწყლოში ეს ადამიანები სამდე ვიღაც არ გამოფხიზდება და ამ ადამიანს კი არ ჩამოაძლევს თანამდებობას თანაც ყველა თანამდებობას რაც უკავია სასამართლოში არამედ გადასცემს სისხლის ანუ მიეცემა სასამართლოს პასუხისმგებაში მაგრამ ეხლა რომ მიეცეს სასამართლოს პასუხისმგებაში სასამართლოს პალატის თავმჯდომარე თვითონ არის თავის თავს ხوار დაიჭერს ანუ ეს თავშუთან გვაქვს საქმე მე არ ვიცი წინასწარ ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით მე არ ვიცი ამ ადამიანებს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვიცი ზოგადად სისტემაში ხედავთ რაც ხდება თქვენ დაინახეთ ნათიაშიოშინმა როგორ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება ესეთი სისულელე წინა მოსამართლეს სხვას ჰქონდა და სხვას დაეწერა ეს ნათია ის ქეთევან კუჭავას მაგრამ ქეთევან კუჭავამ აიცილა როგორც ჩანს არ მოაწერა ხელი ამ კანონობას მაგრამ აღმოჩნდა თავზე ხელაღებული ავაზაკი მოსამართლე ნათიაშიოშვილი უთვალმოყარეო უღირსი და ჩვეულებრივ გაატარა ის რაც უნდა ვალერიან ცერცვაძეს დაუკმაყოფილა ის და ანუ ჩვენი ფულის წართმევით ჩვენ რაც ვიშრომეთ ამდენი ხანი უნდა რომ ვალერიან ცერცვაძის ოჯახს მიაკუთვნოს ის თანხა ალბათ რაღაც ნაწილს მასაც შეახვედრებს. ჩვენ ლაივს მოდი გავაგრძელოთ ცოტა ხანში ან გავთიშოთ და მე გავაგრძელოთ თუ ახლა